მოიძებნება ადამიანი, რომელსაც სიმღერა შატილის ასულო ერთხელ მაინც არ მოусმენია, თუმცა ამის საპირისპიროდ ადვილად იპოვეთ ისეთ ხალხს, რომელთაც არ იციან, ვინ არის ამ უკვდავი სიმღერის ადრესატი. ჩვენი გადამღები ჯგუფი ზემო ალვანში სწორედ შატილის ასულის გასაცნობად ჩავიდა და მოდით ერთად ვნახოთ სოფო გოზალიშვილის სიუჟეტი. სასულო ლერწამო ფატიმა სწორებში აგარჩევა გაცის ხერითა შატილის მცებიდან თუ შეთში ზაგიყვან კლებზე მფრინავი საღარა ხერითა გაიცანით ეს შატილის ასული ფატიმა წოტოიძეა. სინამდვილეში ალვანელია, თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს, როცა ჰიტად ქცეული სიმღერის ტექსტი 10 წლის წინ სწორედ მის შესახებ დაიწერა. შატილის ასულო ლერწამო ფატიმა სწორებში აგირჩევ აშკაცის ხელითა შატილის მთებიდან თუ შეთში წაგიყვან კლდეზე მფრინავი საღარას ხელითა. ფატიმა იხსენებს, რომ ბევრისთვის სასურველი გოგო ყოფილა და კლუბის გამგეს, ვინმე იოსებ ლონგიშვილს ერთი ნახვით შეყვარებია. ტანში ჟრუანტელი რომ იგრძნო, ყველა სტრიქონმა მის გონებაში დაიდობინაო. მაშინ ალბათ ვერ წარმოიდგენდა, რომ მის მიერ ლექსად დაწერილ შატილის ასულოს ჯერ მთელი სოფელი და შემდეგ მთელი ქვეყანა იმღერებდა. თაში ვიყავი ერთხელ, იქ ამოვიდა, რო ჩამოვედი ლექსი დამახვედრა. შემდეგ ლექსია, რა იცით, რო ჩემზე, აი ეგრე, როგორ ფატიმა შენ არა ხარ, მაშვილი იქნებაო. სახელით კი არ დამალა, იმდენად ის იყო. მაშინ სირცხვილი იყო თუშებში. ცოლისთვის მოფერება ეგრე არ გამოხატავდნენ ხოლმე და იმან კიდევ არაო, კაცო, მე ჩემი ცოლიო, ფატიმა უნდა იყოსო ზუსტათო. მაგარი მთვრალი. ორივე ზემო ალვანში ცხოვრობდა. 16 წლით უმცროსი გოგო რომ შეუყვარდა იოსებს არავისთვის დაუმალავს და მისი გულის მოსაგებად არაერთი ლექსის დაწერაც დასჭირდა. იქ დამრჩა ტიანი გული, სადაც ალაზნის თავია, სადაც სალკდებს, სამღერებს ბებერი ჯიხვის რქალია. იქ დარჩა ჩემი ლამაზი ტანაშოლტილი ქალია. სხვამარ წამართვას ლამაზი მე ძალიან მომწოდა. თებო გეტიროთ თვალია. საბოლოოდ ჰიტად მაინც შატილის ასულო იქცა, რომელიც იოსებ ლონგიშვილმა შატილში ექსკურსიაზე წასულ ფატიმა წოტოიძეს 1960 წელს დაუწერა. მოგვიანებით კი ამ ლექსზე მუსიკა თუშმა მასწავლებელმა თამარ ქააძემ დაწერა. შატილის ასულოს მელოდია იმდენად გავდა ხალხურს, რომ ბევრმა მისი ავტორი დაივიწყა. ამის გამო ანსამბლი ერისიონი, რომელიც ლექსს ხალხურად ასაღებდა, იოსებ ლონგიშვილთან სასამართლო დავაშით ჩაება. 2009 წელს კი უზენაესმა სასამართლომ შატილის ასულოს ავტორად იოსებ ლონგიშვილი საბოლოოდ აღიარა. თუმცა ფატიმა წოტოიძეს ამ თემაზე საუბარი არ უყვარს. ახლა ის უბრალოდ ღიმილით იხსენებს საკუთარ ახალგაზრდობასა და მეუღლესთან გატარებულ წლებს. ლამაზი კი ვიყავი თავის დროს, როგორ არ ვიყავი, იგეთი მაღალი ვიყავი და თავი მომწონდა მაღალი რო ვიყავი. ვიტყოდი ხოლმე, აი ეხლანდელი მოდა რო ყოფილიყო, მაშინ ყველაზე ლამაზი მე ვიქნებოდი მეთქი აღნაგობით. დღეს ხო დავერდი, დავფიქრდი, რა ვაკეთე, არაფერი, პოჩიკსა ვყიდდი, გამყიდველი ვიყავი და ცხენოდა. რომერო ვერ ვისწავლე და მაშინ უბრალო ის იყო, სირცხვილი იყო, გამყიდველი. დეიდა ჩემმა მითხრა, ეს პოეტი კაცია და დიდხანს შემორჩები ამ სახელითო, მითხრა ამ ქვეყანაზეო და მართალიაო, ასაკით იყო დიდი, 16 წლით უფროსი იყო ჩემზე. მაგრამ ისე ლამაზად ვიცხოვრეთ, რომ ის არაცადა ის წნოვანება. იოსებ ლონგიშვილი 2006 წელს გარდაიცვალა. 45 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მის მეუღლეს ერთადერთი რასაც გული წყდება ის არის, რომ დაპირებული დაბადების დღე ვერ გადაუხადა. 27 აპრილს დაიღუპა. მთელი სოფელი მოვიდა და ის კი დავიმახსოვრე იმ დაკრძალვის დღისით, რომ კაცი შვილი არ წავიდეს აქედან, თორემ
მე კი არ მეწყინებაო, იოსებს ეწყინებაო, უთხარი და მართლა კაციშვილი არ წავიდა. ყველანი დარჩნენ. მინდოდა რომ ის დაბადების დღე რომ მქონდა ნათქვამი, ის ჩამეთურებაო ვიფიქრე დაბადების დღეზე. იგრე ინახავდა, იგრე უყვარდა ამ ძველი რაღაცების შენახვა. ფატიმა წოტოიძე ახლა მეუღლის ხელნაწერებს ეფერება. უყვარს მის კაბინეტში ყოფნა, თითქოს წარსულში ბრუნდება. ამბობს, რომ ქმარს, რომელმაც ბოლო 7 წელი უსინათლომ გაატარა ლექსების წერისათვის თავი მაინც არ დაუნებებია. იოსების ნაკარნახევს ტრიქონებს ფატიმა წოტოიძე ბლოკნოტში საკუთარი ხელით წერდა. თის კარაფების შვილი ვარ, ეშხი მინახავს ქარაფთა, არაფერს დავაზიანებ ბართან, სოფელთან, ქალაქთან. მე ეს კდის ხავსის ვეყოფა, კდის შვილს ვახშმად და სადილად დასალევად მთის ნაჯური ღმერთმა რომ ქვებზე ადინა. დღეს ოთახი სავსეა მათი ისტორიით. ყველა სურათი კონკრეტულ ეპიზოდს ყვება. და მაინც დაუჯერებელი გეჩვენება, რომ ამბის მთხრობელი ერთი მხრივ ხორჩესხმული მუზაა, ხოლო მეორე მხრივ ჩვეულებრივი ქალი, ერთი პატარა სოფლის უბრალო სახლში.